არა თუ გესმის რა გააკეთე. მე შეგელაპარაკები როგორც უფროსი და არა როგორც მამაშენის ძმაკაცი. სამსახურეობრივი ინფორმაციის გაცემა, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოყვა. პრაქტიკულად ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. გამაგებინე რა გინდო და ფილფალთან შენ თავში წვინი არა გააკეთე. რა ვნახლა მე? მე თვითონ არ ვიცი. პაუგა, დონარა ჭყონია, ლიუბა ციკლაური, ვისაც გავეკარეთ, ყველა მოკლეს, საქმე დახურეს. ამ გრიშას მკვლელობა ბოლო წვეთი იყო. ბიძინა პოლიციიდან წავიდა, მარტო დამტოვა, ხო, ეტყობა შემეშინდა. მივხვდი რომ დაუცველი ვარ, მივხვდი რომ დამპალ ქვეყანაში უკანონობას კანონიერი გზით ვერ ებძვი. და გადაწყვიტე ერთი ჩათლახი მეორესთვის დაგეტაკებინა და ამით საკუთარი ტყავი გადაგერჩინა რა? არ ვიცი, შეიძლება. მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. მე მიფიქრე თუ გეჯაძეს და ჯინორიას კანონი არ სჭირს, იქნებ ფილფალმა დასაჯოს მეთქი, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ უდანაშაულო ბიჭს მოიტაცებდნენ. საერთოდ საიდან მოიტანე შენ რომ ჯინორიას შვილი მაინცა და მაინც ფილფალმა მოიტაცა? რა მტკიცებულებები გაქვს? არავითარი. უბრალოდ ჩემი მისვლა ფილფალთან და ბავშვის გატაცება საერთოდ დაემთხვა დროში. მაგრამ ბატონო გივი, ამ ამბავში 1%-იც რომ იყოს ჩემი ბრალი, მე ვალდებული ვარ რომ გამოვასწორო ეს შეცდომა. ძალიან გთხოვთ, ამის საშუალება მომეცით და პირობას გაძლევთ. გამათავისუფლებთ თუ არა ბიჭს, წერ განცხადებას და მივდივარ სამსახურიდან.